დილამშვიდობისა. საქართველოს პირველი არხია თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ძალიან ბევრ წახნაგზე ვსაუბრობთ ხოლმე ადამიანის შესახებ და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი დამოკიდებულება მოვლენების მიმართ. მაგალითად, ჩვენ ხშირად ვსვამთ კითხვას, რომ დიახ, ადამიანი უნდა იყოს ოპტიმისტი. ადამიანი უნდა იყოს იმედით ახსავსე, მაგრამ რაზეა დამოკიდებული ჩვენი ოპტიმიზმი? რა ასაზრდოებს ჩვენ ოპტიმიზმს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არაერთ კვლევაშიც სცადეს, მაგრამ ყველაზე მასშტაბური კვლევა ამ მიმართულებით ახლახან დასრულდა და გამოქვეყნდა ისეთ გამოცემაში, როგორიც გახლავთ Mental Health Research. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევა უკანასკნელი 10 წლეულების მანძილზე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კვლევა ჩატარდა 22 ქვეყანაში ერთდროულად და მასში მონაწილეობდა 203,000-ზე მეტი ადამიანი. და სწორედ კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ ადამიანის ოპტიმიზმზე ყველაფერი ახდენს გავლენას. მაგალითად, როგორ გარემოში იზრდებოდა ბავშვი, როგორი იყო მისი ჯანმრთელობის პარამეტრები, როგორი იყო მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, როგორი განათლება მისცეს, მაგალითად, როგორი იყო რელიგიის მიმართ ოჯახში დამოკიდებულება, ეფერებოდნენ თუ არა მშობლები და ასე შემდეგ. მაგრამ რამდენიმე საყურადღებო ფაქტი მინდა კონკრეტულად გაგიზიაროთ. მაგალითად, ამ კვლევის მიხედვით დადგინდა, ყველა ის პირი, რომელიც დაიბადა 1953 წლიდან 1963 წლამდე პერიოდში. თუ შევადარებთ ამ ადამიანებს და მათში ოპტიმიზმის მაჩვენებელს, აღმოჩნდა, რომ ის ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ყველა იმ პირში, ვინც 1998 წლის შემდეგ დაიბადა. მეცნიერებმა ცალსახა ახსნა ამ მდგომარეობას ვერ მოუძებნეს, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს ყველაფერი შეიძლება იყოს განპირობებული შემდგომ თაობებზე გაზრდილი ეკონომიკური და სოციალური წნეხით. მაგალითად, დადგინდა, რომ 12 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთა მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, ბევრად უფრო დაბალი ოპტიმიზმის ხარისხით გამოირჩევიან. ისევე როგორც ბავშვები, რომლებსაც ოჯახში ნაკლებად ეფერებოდნენ, მე ეს უკვე ვახსენე წეღან ფაქტორთა შორის, მაგრამ განსაკუთრებით გამოყვეს მდგომარეობა, როდესაც მაგალითად მამაკაცებს რომელთა გამოკითხვაც ამ კვლევის ნაწილია, დაუწეს კითხვა, როგორი იყო მათი ურთიერთობა მშობლებთან, აღმოჩნდა, რომ ოპტიმისტ მამაკაცებს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ დედებთან და ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ საკუთარ მამებთან. მაშინ, როდესაც ნაკლებად ოპტიმისტურად განწყობილ მამაკაცებს ასეთი ურთიერთობები ჰქონდათ ბევრად უფრო უარესი. უამრავი ფაქტის მოყვანა შეიძლება ამ კვლევიდან, მაგრამ მე ვფიქრობ, ნათქვამი უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ოპტიმიზმი არ არის ისა, რომელიც უცვლელია ჩვენში და რომლითაც ვიბადებით. ოპტიმიზმს სჭირდება საზრდოობა და ოპტიმიზმს უამრავი ფაქტორი ასაზრდოებს, მათ შორის უპირველეს ყოვლისა ჩვენი ურთიერთკეთილგანწყობა. ჯანმრთელობა ყველასთვის უნივერსალური მდგომარეობა და ჩვენ უკვე დიდი ხანია შევთანხმდით, რომ ის აერთიანებს თავის თავში სრულ ფიზიკურ, მენტალურ, სოციალურ კეთილდღეობას. რომ ჯანმრთელობა არ არის ახირება, რომ ჯანმრთელობა არის ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ნებისმიერმა ადამიანმა მოახერხოს თვითრეალიზაცია და დაიმკვიდროს ადგილი სამყაროში. და როდესაც ჩვენ საუბრობთ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, საუბრობთ ამავე დროს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე, ყველა ფაქტორს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მნიშვნელოვანია ჩვენი ეთნოკულტუროლოგიური თავისებურება, ჩვენი გენეტიკური კუთვნილება, მნიშვნელოვანია ჩვენი ასაკი, სოციალური სტატუსი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორთა შორის ყოველთვის განიხილება ჩვენი გენდერული თავისებურება. დღეს მთელი მსოფლიო აღნიშნავს მამაკაცთა კვირეულის დაწყებას, მამაკაცთა ჯანმრთელობის კვირეულის დაწყებას და რატომ არის მნიშვნელოვანი ის ტრადიცია, რომელიც ჩვენს გადაცემას აქვს, რატომ არის მნიშვნელოვანი ის საუბრები, რომელსაც ყოველთვის ვუსმენთ გულდასმით ჩვენს დღევანდელ სტუმართან ერთად და რატომ არის მისი სისტემატური სტუმრობა ჩვენს გადაცემაში ასე მნიშვნელოვანი. მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს ჩვენ ამ ტრადიციას არ ვარღვევთ და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ჩვენი გადაცემის ერთგული მეგობარი, ექიმი უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბატონი გიორგი ბოჭორიშვილი. დილამშვიდობისა ბატონ გოგი. რატომ არის მამაკაცის ჯანმრთელობა ასე მნიშვნელოვანი და რატომ გამოყვეს ცალკე ეს კვირეული? კი ბატონო. ეს ერთის თითქოს ხელოვნურად არის ესეთი გამოყოფა მამაკაცის ჯანმრთელობისა, მაგრამ მორეთ ქალის ჯანმრთელობაზე
ზრუნავს მთელი დარგი მეცნიერებისა, მედიცინისა, ეს არის მეანობა, გინეკოლოგია და ამიტომ აქ თითქოს ეს ეგრეთ წოდებული გენდერული თანაფარდობა ქალის თვალსაზრისით არის დაცული. მამაკაცის თვალსაზრისით თითქოს ეს იყო უროლოგების საქმე მარტო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს მარტო უროლოგების საქმე არ არის. ეს არის იმდენად სერიოზული პრობლემა, რომ დარღვევები, რომელიც ვითარდება 30 წლის მერე, ჰორმონალური დარღვევებს გულისხმობ. მე უპირველეს ყოვლისა ეს ტესტოსტერონის დარღვევასთან არის დაკავშირებული. გულისხმობს მთელ რიგ მეტაბოლურ დარღვევებს ორგანიზმში. და ამ მეტაბოლურ დარღვევებს მოსდევს ძალიან ბევრი პრობლემა. ენდოკრინოლოგიური, ტრავმატოლოგიური, ნევროლოგიური, ფსიქოსოციალური სფეროსთან შეჭიდული, გასტროენტეროლოგიური და რასაკვირველია უროლოგიური პრობლემები, რომელიც არის ასაკთან ძალიან ხშირად დაკავშირებული, თქვათ, იმასთან, რასაც უხშირეს ერთ-ერთ უხშირეს დაავადებას უკავშირებენ პროსტატის გადიდებას, პროსტატის კიბოს. ამიტომ ბოლო შესაძლებელი ერთი დეკადა, შეიძლება ცოტა მეტი, ასეთი ასოციაცია და ასეთი საზოგადოება შეიქმნა მამაკაცის ჯანმრთელობისა. ასეთივე ანალოგიური შევქმნით ჩვენ საქართველოში. და ჩვენ ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებებს ვატარებთ. ასე გვაქვს მაგალითად ეხლაც გამიზნული სწორედ ივნისში ვატარებთ ჩვენ ძალიან დიდ კონგრესს ჩვენსას, ორდღიანს. და ამ კონგრესში მონაწილეობენ სხვადასხვა სპეციალობის ექიმები. ხანდახან ეს ცოტა გაკვირვებას იწვევს მამანისგან, რომლებიც თქვათ ამ ღონისძიების რაღაც დავსრიან მონაწილეები. ჩარჩოებში მოქცევას ცდილობენ. რომ რასაჭიროა, რომ აი ყავთ ენდოკრინოლოგები, რასაჭიროა ნევროლოგები, რასაჭიროა თქვათ ანესთეზიოლოგები. ეს ყველაფერი არის საჭირო, იმიტომ რომ ეს სწორედ მულტიდისციპლინურ, ეგრეთ წოდებულ სხვადასხვა სპეციალობის ექიმების ჩართულობას გულისხმობს. შეიძლება ვთქვათ, ეს იმაში ნუ ჩაგვეთვლეთ ჩვენ გარკვეულ იმაში სითავხედეში, მოდით ესე ვთქვა, რომ უროლოგი უდგას, ვთქვათ, ამ ღონისძიებას სათავეში, როგორც ეგრეთ წოდებული კაპიტანი. ეს არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში თქვენ წარმოადგენს საქართველოს ასოციაციას, ანუ მამაკაცის ჯანმრთელობის საქართველოს ასოციაციას, როგორც დამფუძნებელი, როგორც პრეზიდენტი. მაგრამ ბატონო გოგი, როდესაც ჩვენ საუბრობთ დამოკიდებულებების ცვლილებაზე, ჩვენ გულისხმობთ იმას, რომ მამაკაცის ჯანმრთელობის მიმართ დამოკიდებულება იცვლება, როგორც კი იცვლება მტკიცებითი მედიცინის შესაბამისი ცოდნა. რა იცის დღეს მედიცინამ? თქვენ ახსენეთ 30 წლიდან მამაკაცის ორგანიზმში ხდება ისეთი ცვლილებები, რომელსაც ყველა სისტემა პასუხობს და ამაზეა დამოკიდებული პრობლემების მრავალფეროვნება, მაგრამ ყველაზე ხშირი პრობლემა, ყველაზე გავრცელებული პრობლემა ეთნიკური თავისებურებების მიუხედავად მთელ მსოფლიოში კაცებისთვის ყველაზე აქტუალური რა არის? თუნდაც უროლოგიის ჭრილში გარდა თქვა წინამდებარე ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემისა, რომელიც უკვე ახსენეთ. ხო, ნუ ალბათ სექსუალური სფეროს დარღვევები, რომელიც გარკვეულად ტაბუდადებული თემა იყო წლების განმავლობაში, ათწლეულების განმავლობაში, ამაზე ვთქვათ, ერიდებოდნენ საუბარს. და დღეს ეს უკვე იმდენად ტაბუ ახსნილია, მოდით ესე ვთქვათ, რომ როდესაც ცოლ-ქმარი მოდის ექიმთან საკონსულტაციოდ, ეუბნება, რომ მე მაქვს ერექციული დარღვევები. ანუ უკვე სამნიშნო ტერმინსაც ხმარობენ. იმის ზუსტი მინიშნებისთვის რა პრობლემის გამო მივიდნენ, თქვათ, ექიმთან.
და ამიტომ ამ სფეროში ძალიან დიდი გარღვევები მოხდა ამ ბოლო 10 წლების განმავლობაში და ესეც თქვათ სერიოზული პრობლემაა, რომელიც მე ვერ გეტყვით, რომ ეს პრობლემა გადაჭრილია, ისევე როგორც ძალიან ბევრი პრობლემა მედიცინაში დღეს გადაუჭრელია, მაგრამ დიდი პროგრესია სხვადასხვა მიმართულებით მკურნალობის, როგორც თქვათ, პროსტატის სხვადასხვა დაავადებების, კეთილთვისებიანი გადიდების, თუ პროსტატის კიბოს, თუ ერექციული დისფუნქციის, თუ შარკენჭოვანი დაავადების, თუ სხვა დაავადებების. ასევე იცით, მე უბრალოდ მინდა ამასაც გავუსვა ხაზი, რომ ნევროლოგიურ პრობლემებს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ 21 საუკუნეში, სადაც აჩქარებულია ყველაფერი და ძალიან დიდი კატაკლიზმების წინაშე დგას მოსახლეობა. ძალიან ბევრი პრობლემა იჩენს თავს და რომელთა განყენებულად, თქვათ, იგივე ნევროლოგებსაც არ შეუძლია, თქვათ, მკურნალობა ისეთ დაავადებებს, როგორც არის, თქვათ, პარკინსონი ან ალცგეიმერი, იმიტომ რომ აქ ამასთან ახლავს, თქვათ, გარკვეული ტრავმატოლოგიური პრობლემა შეიძლება დაეცეს პაციენტი, ან უროლოგიური პრობლემა შარდვასთან დაკავშირებული და ამიტომ ამის კომპლექსური მართვა და ამის კომპლექსური განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, პარკინსონის მედიკამენტები, რომელსაც ფართოდ იყენებენ პარკინსონის სამკურნალოდ, ის ამავდროულად ჩქუნავს შეკუმშვას შარდის ბუშტისას და პროსტატის ფუნქციონირებაზე სერიოზულ უარყოფით გავლენას ახდენს. ამიტომ ეს ყველაფერი უნდა ეს კომპლექსური განხილვა უნდა იყოს მამაკაცის ჯანმრთელობის უზრუნველყოფისთვის. რასაკურველია, აი თქვათ, იგივე ნევროზული მდგომარეობები, რომელიც არის ნევროზი დღეს არის ერთ-ერთი ძალიან აქტივობები, რომლის დროსაც თქვათ, ძალიან ხშირად მედიკამენტებს უნიშნავენ პაციენტებს, რომ აი შფოთვითი აშლილობა იქნეს აცილებული, მოშორებული, გაუმჯობესდეს ერთის მხრივ თქვა ძილი, მაგრამ ამას ახლავს მეორე პრობლემა, ახლავს პრობლემა დაკავშირებული ერექციის დარღვევასთან. ან თქვა იგივე ჰიპერტენზია, ჰიპერტონული დაავადება, რომლისთვისაც 1000-ნაირი მედიკამენტებია, 1000 გვარი მედიკამენტებია მოწოდებული წნევის დაქვეითების მისაღწევად, რომელიც ასევე სერიოზულ გავლენას ახდენს. ამიტომ ეს ყველაფერი უნდა იყოს კომპლექსურად შეფასებული და განხილული. მე ხშირად მithქვამს პაციენტისთვის, რომ რა მედიკამენტს იღებთ და დაუსახელებია და გინახავთ, წაიკითხავთ იმით ინსტრუქცია, რომელიც გარკვეულად აპირობებს, თქვათ, სქესობრივ ტოლვის, ანუ ლიბიდოს დაქვეითებას, ერექციულ დისფუნქციას და პასუხი არის, რომ არ წამიკითხავს, მაგრამ დაელაპარაკეთ თქვენ მკურნალ-ექიმს, ვინმე თქვენთვის, თქვენ ჩემთან მოხვედით ამ პრობლემის გამო. ან თქვენ ჩემთან მოხვედით, თქვათ, შარდვის პრობლემის გამო, ხო? ამიტომ ეს ყველაფერი შეიძლება შესათანხმებელია ძირითად დაავადებასთან მიმართებით. ეს აუცილებლად უნდა კომპლექსურად იქნეს შეფასებული და ნამკურნალები. ამიტომ აი მამაკაცის ჯანმრთელობა, აი ესე ვთქვათ, აი ასეთი მიდგომით არის ყოველთვის მოგებული პაციენტი, როდესაც მის მკურნალობაში გუნდი მონაწილეობს. გუნდური გადაწყვეტილებაა მიღებული, სადაც არის შეფასებული რა არის უფრო მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში და რაზე უნდა იყოს აქცენტირებული ყურადღება. და რა შეიძლება თქვა მიჩუმატდეს. ბატონ გოგი, თქვენ როგორც ექიმს გაქვთ უზარმაზარი საერთაშორისო გამოცდილება, აღარაფერს ვამბობ საერთაშორისო მასშტაბით მიღებულ განათლებასა და სხვადასხვა ქვეყანაში პროფესიულ დაოსტატებაზე. ძალიან გრძელია ნუსხა ამ ქვეყნების, ამ კლინიკების და მე ცხადია დღეს ამას არ მოვყვები, მაგრამ რატომ გისვამთ, იცით, აი ამის გათვალისწინებით კითხვას. როდესაც ჩვენ საუბრობთ მამაკაცის ჯანმრთელობაზე, თქვენ ახლა
მოკლე დროში დაგვანახეთ, რამდენი წახნაგი აქვს მამაკაცის ჯანმრთელობას და რატომ მოითხოვს სხვადასხვა დარგის ცოდნის ურთიერთშეხამებას იმისთვის, რომ მამაკაცის ჯანმრთელობას ზიანი კი არ მიადგეს, პირიქით სარგებელი მიადგეს და გაუმჯობესდეს მისი ჯანმრთელობის სტატუსი და ცხოვრების ხარისხი. და როდესაც ჩვენ საუბრობთ მამაკაცის ჯანმრთელობაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ამის გათვალისწინება მაშინ, როდესაც ფორმირდება ვაჟი, მაშინ, როდესაც მომავალი კაცი ყალიბდება უკვე ბავშვში და როდესაც ამას არ აქცევს ყურადღებას სათანადოდ, ცხადია თვითონ არ აქცევს ყურადღებას, მაგრამ ნამდვილად მნიშვნელოვანია ეს გაითვალისწინოს ოჯახმა და გაითვალისწინოს საზოგადოებამ, იმიტომ რომ ჩვენ ვლაპარაკობთ მომავალ კაცებზე, რომელთა ჯანმრთელობა უკვე არის საყურადღებო. აბსოლუტურად გეთანხმებით. მე უბრალოდ ორ რამეზე აი თქვენი საუბრიდან ორი ასეთი მიმართულება მესახება. პირველი არის ის, რომ რაც უფრო მეტი იცი, მით უფრო სიფრთხილით ეკიდები ნებისმიერ რამეს. და მით უფრო ცდილობ, რომ მაქსიმალური სარგებელი იყოს პაციენტისთვის აი ამ ცოდნის გათვალისწინებით, რაც დაგროვდა, რაც არსებობს, რასაც მტკიცებითი მედიცინა ქვია და მტკიცებითი მედიცინაში სხვა შორის ძალიან ბევრი გრადაციებია შეფასებაში. იქ არის პლაცებო კონტროლებული, რანდომული კვლევები, მულტინაციონალური კვლევები და ასე შემდეგ და იქ არის ექსპერტის მოსაზრება. პირადი მოსაზრება. ხო, ექსპერტის მოსაზრება, რომელიც ყველაზე ნაკლებ ისეთია, მაგრამ მე მახსოვს ერთხელ ერთმა ძალიან დიდმა ექიმმა, ძალიან გამოცდილმა ექიმმა მემორიალურ ჰოსპიტალში ნიუ-იორკში მითხრა, რომ ჩემთვის ის გამოცდილება, რასაც თქვათ, მე მიზიარებს სკარდინო, ეს იყო უროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი იმჟამად მემორიალურ ჰოსპიტალში ნიუ-იორკში, რომელიც წელიწადში აკეთებდა სადღაც 1400-1500 რადიკალურ პროსტატექტომიას, ბევრად უფრო ფასეულია, ვიდრე ნებისმიერი რანდომული კვლევის მონაცემებია. ეს ერთი და მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის მდგომარეობა თავიდანვე იყოს სწორად შეფასებული. სწორედ იმ კუთხით, რასაც თქვენ ბრძანებთ, მისი განვითარების, მისი რეპროდუქტიული მდგომარეობის, შემდგომი რეპროდუქციის შესაძლებლობების სათვის. აი მაგალითად, ძალიან ხშირად ჩვენ ხვდებით პაციენტებს, რომელსაც აქვთ შეკავებული სათესლე ჯირკვალი. მიდგომა, როცა მე ვიწყებდი სამედიცინო საქმიანობას ბევრი წლის წინ, მაშინ იყო ესეთი, რომ სკოლამდელ ასაკში უნდა გაკეთდეს ამის ოპერაცია. მერე ეს თანდათან შემცირდა და 2 წლამდეო. და აი ბოლო მონაცემებია, რომ დაბადებიდან რამოდენიმე თვეში თუ არ ჩამოვიდა, უნდა გაკეთდეს ოპერაცია. იმიტომ ამას ისეთი ტემპერატურული რეჟიმი ჭირდება სათესლე ჯირკვალის განვითარებისთვის, იმ რთული ჰორმონული სისტემის ჩამოყალიბებაში ამ სათესლე ჯირკვლის მონაწილეობისთვის სწორედ ისეთი გარემოა საჭირო, როგორც სათესლე ჯირკვალში, სათესლე პარკშია. ანუ სხეულის გარეთ პრაქტიკულად. ხო, სხეულის გარეთ, სადაც ტემპერატურა 1 გრადუსი დაბალია, იქ უნდა მოხდეს მომწიფება მისი და ჩამოყალიბება. იგივე მდგომარეობა, ვთქვათ, ვარიკოცელესთან მიმართებაში, ანუ ფიმოსთან მიმართებაში. სხვა შორის მე მახსენდება, რომ ჩვენ სკოლებში დავდიოდით, ესეთი სისტემატიური გასინჯვები კეთდებოდა ბავშვების. სკოლებში ექიმები იყვნენ, რომლებიც ამას აფასებდნენ. ეს დღეს არაფერი აღარ არსებობს. ანუ თუ შემთხვევით აღმოაჩინა მშობელმა, რომ ორის მაგივრად ერთი აქვს, ან არც ერთი არ აქვს, მაშინ მოდიან ჩვენთან. ან შევიწროება ჩუჩისა
და არ იციან როგორ მოიქცენ. ადრე იყო რომ მაგალითად ყველას უნდა შემოკვეთო. მერე ითქვა რომ რატო უნდა შემოკვეთო და გაიზრდება და შევაფასოთო. ანუ ძალიან ბევრი რაღაცები იცვლება, მაგრამ მშობლები უნდა იყვნენ ძალიან ყურადღებით საერთოდ თავის შვილების მიმართ და უფრო მეტად უნდა აფასებდნენ მათ მდგომარეობას. აი როგორც ის არის, რა ქვია, გასინჯვა ქალებში, ხო? კერდის გასინჯვა, ასეთვენაირად უნდა ვასწავლოთ ჩვენ საცლე პარკის გასინჯვა და შეფასება. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გოგი. ის რომ თქვენ ხართ ჩვენი გადაცემის მეგობარი ამდენი წლის მანძილზე, ის რომ არასდროს არ ყოფთ ტრადიციას და სხვა მრავალ თემასთან ერთად ყოველთვის ახერხებთ და სწორედ მამაკაცის ჯანმრთელობის კვირეულს ხსნით ჩვენს გადაცემაში, კვირეულს, რომელიც საერთაშორისო მასშტაბისაა და რომელიც ყოველწლიურად ცვლის დამოკიდებულებას მამაკაცის ჯანმრთელობის აღქმასთან დაკავშირებით. მაყურებელს შევახსენებთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ საქართველოს მამაკაცის ჯანმრთელობის ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ექიმი უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბატონი გიორგი ბოჭორიშვილი. მე ამით არ გემშვიდობებით, წინ კვებით შუქნიშანი გვალოდება. ტრადიციული სამფერი შუქნიშანი არის ყოველთვის ამა თუ იმ პრობლემაზე ორიენტირებული. მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვითვალისწინებთ სეზონსაც, ვითვალისწინებთ ადამიანის ასაკს და რასაკვირველია გენდერულ თავისებურებას. როდესაც მამაკაცის ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, თანამედროვე მედიცინა ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად განსხვავებულ რეკომენდაციებს გვთავაზობს, მაგრამ დღევანდელი ჩვენი კვებითი შუქნიშანი შესაძლოა ყველასათვის ერთნაირად სარგო აღმოჩნდეს. რატომ? იმიტომ რომ თავად მიდგომა ავირჩიოთ დაბალანსებული კვება არის გარკვეულწილად უნივერსალური. თუ ჩვენს ორგანიზმს სჭირდება წონასწორობა, მაშინ ეს წონასწორობა უნდა იყოს კვებაში. და სწორედ დაბალანსებული კვება გულისხმობს ასეთ წონასწორობას, რომელიც აისახება ტრადიციულ თეფშზე. დიახ, თეფში, რომელიც სულ ცოტა ხუთი ჯგუფის ხუთი ფერის პროდუქტს აერთიანებს. უფრო მეტიც, ჩვენ სისტემატურად ვსაუბრობთ ცისარტყელაზე, რომელიც არის თეფშზე განთავსებული და რომელიც ადამიანების ჯანმრთელობას უზრუნველყოფს. მაგრამ თუ ჩვენ მამაკაცის ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, ცალკეულ კვებით ფაქტორთა შორის განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ისეთმა სიფრთხილის ზონამ, როგორიც გახლავთ სხეულის მასა. დიახ, არასდროს ასე აქტუალური არ ყოფილა მამაკაცის სხეულის მასა, როგორც დღეს სხვადასხვა სამედიცინო პრობლემასთან მიმართებაში. და თქვენ ვერ დაასახელებთ ვერცერთ სისტემას, ვერცერთ დაავადებას, სადაც არ განიხილება ცალკე რისკ ფაქტორად, მაგალითად მამაკაცის სხეულის მასა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის განვითარებისთვის, ჩამოყალიბებისათვის, რეპროდუქციული ამოცანების განხორციელებისათვის სხეულის მასა და განსაკუთრებით ისეთი ფაქტორი, როგორიც გახლავთ ჭარბი წონა. ჭარბი წონა და სიმსუქნე ცივილური სამყაროსთვის ერთ-ერთი სამედიცინო ტვირთია. პანდემიური მდგომარეობა, რომელიც ყველა ასაკობრივ ჯგუფს, ყველა ადამიანს ეხება პრაქტიკულად სქესის, ეთნიკური კუთვნილების, საქმიანობის, ეკონომიკური შემოსავლის მიუხედავად. და დღეს, როდესაც მამაკაცის ჯანმრთელობაზე, სხეულის მასის გათვალისწინებით ვსაუბრობთ, დიახ, შეგვიძლია მტკიცებით ვთქვათ, რომ ჭარბი წონა და სიმსუქნე უზარმაზარ პრობლემას ქმნის მამაკაცის არა მხოლოდ რეპროდუქციული სისტემისთვის, არამედ ყველა სისტემისთვის, რომელიც მის ჯანმრთელობას განსაზღვრავს. ეს გახლავთ უპირველეს ყოვლისა გულსისხმთა სისტემა, ძვალსახსართა სისტემა, ეს გახლავთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, ნერვული სისტემა და სარეგულაციო მექანიზმები და ასე შემდეგ. და ამ ყველაფრისგან გამოსავალი რასაკვირველია ისევ კვებაშია და იმ კვებაში, რომელიც გულისხმობს კონკრეტული ფაქტორების გამოყენებას. და მე დღეს უნდა გამოვყო ის ფაქტორი, რომელიც აღმოჩნდა ყველაზე ნაკლებად უყვართ მამაკაცებს. მამაკაცებს ხორცს პროდუქტები, ნოყიერი საკვები, ცხიმის უხვადშემცველი პროდუქტები ურჩევნიათ. ეს დასტურდება სხვადასხვა ტიპის კვლევით, ამიტომ ტრადიციულად, როდესაც შეაფასეს სხვადასხვა ქვეყანაში მამაკაცთა პოპულაცია, აღმოჩნდა, რომ მცენარეული ბოჭკოს მოხმარება აღმოჩნდა ძალიან დაბალი. შესაბამისად, დღევანდელი ჩვენი რეკომენდაცია ეფუძნება ამ მონაცემს. მტკიცებითი მედიცინის
მონაცემს, რომელიც გვეუბნება, რომ მამაკაცის რაციონში სტაბილურად მცირე რაოდენობით მცენარეული ბოჭკოა. ამიტომ სად არის გამოსავალი, რასაკვირველია, მცენარეული ბოჭკოს გამოყენების გააქტიურებაში. როგორ ვახერხებთ ამას? ყოველდღიურ რაციონში ვთავთ, რაც შეიძლება მეტ ბოსტნეულს, ხილს, სხვადასხვა სახის მარცვლეულ ბურღულეულს. ცხადია, მთლიანი სახით რაფინირების გარეშე და უკიდურესი დამუშავების გარეშე. ამ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, როდესაც დაბალანსებულ კვებაზე ვსაუბრობთ, მაგრამ მაშინ, როდესაც ცალკეულ ვიტამინებზე, მინერალებზე, ცილებზე, ცხიმებზე, ნახშირწყლებზე ვამახვილებთ ყურადღებას, რატომღაც გვავიწყდება ის უნივერსალური საშუალება მცენარეული ბოჭკოს სახით, რომელიც თუ კონკრეტული ნაწლავური პრობლემა ან ჯანმრთელობასთან ასოცირებული რომელიმე პრობლემა არ აქვს ადამიანს, როდესაც მცენარეულ ბოჭკოს ვზღუდავთ, ყველა დანარჩენ შემთხვევაში მცენარეული ბოჭკო არის ერთ-ერთი გასაღები არა მარტო კვების ბალანსირებისთვის, არამედ ჭარბი წონის და სიმსუქნის კორექციისათვის. ეს იყო დღევანდელი ჩვენი რეკომენდაციები. მე გემშვიდობებით ჯანმრთელობას და დღესდღეობას გისურვებთ.